მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია პროგრამა ქართლის ცხოვრება. მე დიტო ჩუბინიძე გახლავართ. ჩვენი დღევანდელი საუბარი ეხება უაღრესად საჭირბოროტო და მტკივნეულ თემას, რომელიც დაკავშირებული არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის სტრატეგიასთან, სუვერენიტეტთან, ჩვენს თვითთოვასთან და საერთოდ იმ სტანდარტთან, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. მე მინდა ყურადღება მივაპყრო, თქვენი ყურადღება მივაპყრო რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს. უკანასკნელ ხანს საქართველოში მოხდა რამდენიმე პოლიტიკური გადაადგილება. სულგანათლებული ილია ჭავჭავაძე ამას წაჯეკ უკუჯეკს ეძახდა. ამ ქართული წაჯეკ უკუჯეკის თანახმად საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი აზერბაიჯანში ბატონი პატარიძე გადმოიყვანეს და დანიშნეს სულხან თამაზაშვილის ადგილას აჭარაში. სულხან თამაზაშვილი გადმოიყვანეს და დანიშნეს შინაგან საქმეთა მინისტრის ადგილზე, გელაძის ადგილზე. გელაძე გადაიყვანეს მამუკა მდინარაძის ადგილზე და გახდა სუსის დირექტორი, ხოლო მამუკა მდინარაძეს აქედან გამომდინარე შეუქმნეს არარსებული სამინისტრო ფაქტობრივად და მიანიჭეს ვიცე-პრემიერის სტატუსი. ანუ აქ მნიშვნელოვანი და ყველაზე საყურადღებოა ის, რომ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი პატარიძე დაინიშნა აჭარის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარედ, ანუ პირველ პირად. და მოხდა მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი კიდე. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ბატონი ლევან დავითაშვილი, რომელმაც შარშან ბატონ კობახიძესთან და ქალბატონ ქრივიშვილთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოში 27 იანვარს ნინოობა დღეს საქართველოში იგლი ჰილსისა და ემარ ჯგუფის შემოსვლას, გაიპარა ევროპაში და როგორც ჩვენთვის ცნობილია, ის თურმე დანიშნულა იტალიაში სოკარის პრეზიდენტად. ერთი სიტყვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების ყოფილი მინისტრი ბატონი პატარიძე იტალიაში დაინიშნა სოკარის ხელმძღვანელად, აზერბაიჯანული სოკარის ხელმძღვანელად, ხოლო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანში ბატონი პატარიძე დაინიშნა აჭარის ლიდერად. თუ ამ ყველაფერს განვიხილავთ იმ სუბსტანციაში და იმ რეალობაში, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ბატონი ილჰამ ალიევი ფაქტობრივად საქართველოში თავს არა სტუმრად, არამედ მასპინძლად გრძნობს, რომ ბატონი ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი ალიევის სიძესთან უკაცრავად მილიარდერია ის კაცი, გვარი არ მახსოვს, ფოტოსურათებს იღებს და რომ საქართველო საიდუმლო ხელშეკრულებით დაკარგა წვდომა დავით გარეჯის უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე, როგორიც არის ჩიჩხიტურის კოშკი და აღდგომის მონასტერი, და ასევე როგორც მეუბნებიან
ვერანგარეჯაზეც არის უკვე ლაპარაკი. აი ამ ყველაფერს თუ რაღაცნაირად ერთმანეთს შეუპირისპირებთ, საბოლოო ჯამში ვღებულობთ რას? რომ საქართველოს თავის თავს აღარ ეკუთვნის ისტორიის ჩარხი უკუღმა დატრიალდა და საქართველოს, რომელიც ყოველთვის იყო ისტორიულად ჰეგემონი კავკასიაში და კავკასიის მზე იყო, დღეს ის უკვე გახდა დამოკიდებული ქვემდებარე სახელმწიფო და აზერბაიჯანის ვასალი. საქართველოს ფაქტობრივად მართავს ილხამ ალიევი, საქართველოს მართავს სოკარი და მთელი ეს ჩვენი ეგრეთ წოდებული მინისტრთა კაბინეტი ფაქტობრივად არიან ილხამ ალიევის ხელის ბიჭები. რაც უნდათ ალიევსა და მის გუნდს იმას აკეთებენ საქართველოში. უნდათ დავითგარეჯს წაგვართმევენ, უნდათ ძველ თბილისში დაითრევენ რაღაც ნაკვეთს და ესენი ყველაფერს ხელს მოუწერენ და კვერს დაუკრავენ. ალბათ შორს აღარ არის ის დრო, როდესაც საქართველოს შეიძლება ოფიციალურად შეეთვალოს სახელი და გურჯისტანი ეწოდოს. თურქულ ენაზე. იმიტომ რომ აზერბაიჯანული ენა მოგეხსენება თქვენ, ისევე როგორც ეთნოსი ბუნებაში არ არსებობს და ამ ხალხის ფორმირებაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით სპარსელებს, მაგრამ ეს არის ფაქტობრივად თურქული წარმომავლობის ხალხი და ეს არის ისტორიული ჭეშმარიტება და არავითარი რაღაც ყურით მოთხრეული და სიყალბე ამაში არ არსებობს. სიყალბე მოიკითხოს ყველამ თავისკენ, როდესაც ქართულ ფრესკებს, ქართულ წარწერებს, ქართულ სანახებს, ქართულ სამონასტრო კომპლექსებს აცხადებენ ალბანურ კულტურულ მემკვიდრეობად და თურმე ალბანელები აშენებდნენ დავითგარეჯს და მერე ქართველი მეფეების სახეებს და ხატებებს გამოსახავდნენ ხოლმე იმ ისტორიულ ქვაბულებში, სადაც დაიწერა ჩვენი ისტორია და სადაც შეიქმნა დიდი და ბრწყინვალე ქრისტიანული ქართული კულტურა. აი ასეთ სამარცხვინო სიტუაციასთან გვაქვს ჩვენ საქმე, არადა ძალიან ტრევიალურ ჭეშმარიტებას მოგახსენებთ, რომ შირვანი, ანუ ფაქტობრივად იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი, რომელსაც დღეს აზერბაიჯანს წარმოადგენს და რომელსაც დღეს აზერბაიჯანი ქვია უკაცრავად, დავით აღმაშენებელმა, ჩვენმა ბრწყინვალე და სახელოვანმა ხელმწიფემ თავისი სიცოცხლის ბოლოს წინა წელს 1124 წელს დაუმორჩილა საქართველოს და 1229 წლამდე შირვანი საქართველოს სამეფოს ნაწილი იყო. მისი დიდი ნაწილი უშუალოდ შევიდა საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო მცირე ნაწილი ყმადნაფიცობის პირობით ემორჩილებოდა საფეოდალური საქართველოს ხელისუფლებას. ალბათ უპრიანი იქნება იმის გახსენებაც, რომ ისტორიკოსთა საკმაოდ სოლიდური და სერიოზული ნაწილის მტკიცებით ქალაქი ბაქო, ანუ ისტორიული ბაგავანი აშენებულია ქართველების სიძის, დავით აღმაშენებლის ქალიშვილის, თამარ ბაგრატიონის ქმრის, შირვანშაჰ მანუჩარ მესამის მიერ. და სხვათა შორის სწორედ ბაგავანში, ანუ დიდი ალბათობით ბაქოში გარდაიცვალა 1223 წლის 18 იანვარს საქართველოს ბრწყინვალე მეფე ლაშა გიორგი მეოთხე. თუმცა ეს სხვა ისტორია და მე ამაზე ამ შემთხვევაში აღარ შევჩერდები. მოკლედ, წეღანაც მოგახსენებდით და ეხლაც გავიმეორებ ამას, რომ ჩემი როგორც ისტორიკოსის, ჩემი როგორც საერთაშორისო ურთიერთობათა დოქტორის, მკვლევარის, პუბლიცისტის პოზიცია ასეთია, რომ ისტორიის შარხი მართლაც და უკუღმა დაგვიტრიალდა ქართველებს და ის, რაც ჩვენ
1224 წლიდან ყმადნაფიცობის პირობით თუ უშუალოდ საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში ქონდა შემომტკიცებული, ეხლა გახდა ჩვენი ბატონი, ჩვენი პატრონი და სრულიად საქართველოს ხელისუფლება, ეს ჩვენი კოხტაპროწა მინისტრები, ეს ჩარჩი ვაჭრები თავიდან ბოლომდე წარმოადგენენ ილხამ ალიევის ხელისბიჭებს, ზოგი იტალიაში, ზოგი თბილისში, ზოგი სად და ზოგი სად. აი ეს არის მწარე რეალობა, ამას მალავს ყველა, ამაზე საუბარს ყველა ერიდება, საქართველოს ესეთი სამარცხვინო და დამცირებული მდგომარეობა შესუდრული და შეფარულია, შელამაზებულია ეგრეთ წოდებული ყურით მოთრეული სტრატეგიული პარტნიორობის შირმით. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ აყავს, ვერ იქნება აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. საქართველოს ერთადერთი სტრატეგიული პარტნიორი ყავს შავი ზღვა. დანარჩენი როგორ არის სტრატეგიული პარტნიორი, როცა ტერიტორიებს მართმევ, კაცო. და დავით გარეც ეძახი შენ ალბანურ კულტურულ ძეგლს. ისტორიას ამახინჯებ, ისტორიას აყალბებ და ამას ისე აკეთებ, რომ არც ცხვენია. სინდის ნამუსის ნატამალი არ გაგაჩნია. რა ალბანური კულტურის ძეგლი. და დაუშვათ ალბანური კულტურის ძეგლია, შენ რა გესაქმება იმ ალბანურ კულტურასთან? მისი მემკვიდრე ხარ თუ რა? როცა ალბანეთის ქრისტიანული სამეფო გაქრა მე-19 საუკუნეში კავკასიის სანახებიდან, მაშინ თურქულენოვანი ხალხების, როგორც იტყვიან, დუხი არ იყო კავკასიაში. თურქები კავკასიაში ჩნდებიან მე-10 საუკუნიდან. გაიხსენეთ თოღლულბეგის ისტორია და მისი მემკვიდრეების, ჩაღრიბეგის ისტორია და მისი მემკვიდრეების ისტორია. მე-10 საუკუნეში გამოჩნდნენ ისინი, დღევანდელი ალთაიდან წამოსული მეჯოგეები, რომლებიც საძოვრების უნაყოფობამ გადმოხვეწა დასავლეთისკენ, მე-10 საუკუნეში ჩნდებიან ისინი მცირე აზიაში და კავკასიაში. ხოლო მე-11 საუკუნეში უკვე საქართველო პირველად იწვნია მათი მახვილი. 1064 წლიდან და შემდეგ უკვე 1080 წლიდან, როგორც სახელოვანი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ნიკოლოზ ბერძენიშვილი ბრძანებს, იწყება დიდი თურქობა. მანამდეც, რა თქმა უნდა, ბიზანტიასთან გამართული ბრძოლების ქარცეცხლში ქართველები და თურქები ერთმანეთს ხვდებოდნენ. ასე რომ, ამით იმის თქმა მინდოდა, ძვირფასო მეგობრებო, რომ დავუშვათ, თქვათ, რომ დავით გარეჯი არის ალბანური კულტურული ძეგლი. კი, მაგრამ აზერბაიჯანს რა კავშირი აქვს ალბანეთთან? სარწმუნოებრივი კავშირი აქვს, გენეტიკური კავშირი აქვს თუ რა შუაშია? ალბანეთის სამეფო როცა მოისპო, თურქულენოვანი ხალხები საერთოდ არ ცხოვრობდნენ იქ, სადაც დღეს ცხოვრობენ. და თავიანთ თავს აზერბაიჯანელებს უწოდებენ. ხომ ცნობილი ფაქტია, ძვირფასო მეგობრებო, რომ არავითარი აზერბაიჯანელი ეთნოსი არ არსებობს. ეს ლენინისა და სტალინის მიერ შექმნილი ტერმინებია. სახელმწიფო აზერბაიჯანი 1918 წელს შეიქმნა. მანამდე იქ იყო შირვანის სახანო, განჯის სახანო და ასე შემდეგ და ამ შემდეგ სხვადასხვა ტერიტორიები. სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულები უკაცრავად. ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი აზრით. ეს სათქმელი უნდა ითქვას. ჩვენ არავის არ მოუწოდებთ არც რაღაცა აგრესიული კამპანიისკენ, არც იმას ვამბობთ, რომ ჩვენ ახლა ვიღაცის საქართველოს დღეს არ აქვს იმისი თავი. სხვა სიტყვა არ წამომცდეს, რომ ვინმეს დაუპირისპირდეს. მით უმეტეს ბრძოლის ველზე. არაფერი ჩვენ არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ამდენმა მოღალატე ხელისუფლებებმა ისე გამოხრეს, ისე გამოშიგნეს, ისე დააუძლურეს ჩვენი ეროვნული სხეულები, რომ დღეს საქართველოს ვინმესთან სამხედრო კონფლიქტში შესვლის უფლება არ აქვს. ამ ეტაპზე ესეა. და ხვალდაზე რა იქნება არ ვიცი.
ეგებინებოს ღმერთმა და შემდეგ ჩვენც როგორც გრიგოლ ორბელიანი იტყოდა და დავდგეთ სხვა ერად სხვა ერთა შორის მაგრამ ჯერჯერობით აი ეს სიტუაცია გვაქვს ჩვენ საქართველოს დღეს პატრონი არ აქვს საქართველოს დღეს არის ჩარჩი ვაჭრების ხელში და როგორც ახლა აღმოჩნდა რომ თურმე ლევან დავითაშვილი ყოფილა პრეზიდენტ ალიევის ხელის ბიჭი და მებენზინე ხვალდაზე ისე აღმოჩნდება ზვირფასო მეგობრებო რომ ქალბატონი ქრივიშვილი იქნება საუდის არაბეთის რომელიღაც სახელმწიფო კომპანიაში ან რომელიღაც ბიზნეს სტრუქტურაში დასაქმებული თქვენ ამაში ეჭვი ხო არ გეპარებათ ვინმეს ამათ გზები გაკლეული აქვთ ყველას თავისი პატრონი აქვს ყავს ერთადერთი საქართველოს არის უპატრონო საქართველოს ტერიტორიები არის დაუცველი ქართული მიწა იყიდება და ეს გამყიდველები არიან მე 1000 გზის მithkoms და 1001-დაც ვიტყვი და ვინ არიან ეს გამყიდველები დეველოპერული კომპანიები რომლებიც სინამდვილეში განვითარებას უნდა უწყობდნენ ხელს იმიტომ რომ თვითონ ეს ცნება განვითარებას უკავშირდება განვითარებას ნიშნავს ესენი არიან გამყიდველები ჩარჩები ყიდიან ქართულ მიწას და ამათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს მე არც ბძოლისკენ მოუწოდებ ვინმეს და არც რაღაცა გამოსვლისკენ და არც ქვებისროლისკენ მაგრამ ჩვენ თვითონმა ქართველმა გამოვიტანოთ დასკვნა რომ რაშია საქმე რა ხდება რატო იყო საქართველოს დიდი და რატო დაპატარავდა საქართველოს შაგრენის ტყავივით მიხეილ სააკაშვილი პიჯაკების გულისთვის გასამართლდა და არა იმის გულისთვის რომ ალიევს ხელი მოუწერა იმ ან სიტყვიერი თანხმობა მისცა იმაზე რაც მან ხმამაღლა განაცხადა და ისი ჩანაწერიც არსებობს მეტი რაღა გინდათ ვიდეო მტკიცებულება არსებობს სააკაშვილის მიერ აეროპორტში გაკეთებული განცხადება საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანის შორის უნდა გაივლოს ისე რომ სტრატეგიული სიმაღლეები აღმოჩნდეს აზერბაიჯანის მხარეს დაიწყო მან და ამათ გააფორმეს და ამაზე მოგეკითხება თქვენ ყველანი აგებთ პასუხს ამაზე ხა შეიძლება ლაზარე ჯორბენაძესავით მეც მომკლათ და მე ვიღაცა გამოვიდეს და თქვას რომ თიტო ჩუბინიძემ თავი ჩამოიხრჩეო მაგრამ არ ვაპირებ სიკვდილს არ ვეწევი არ ვსვამ დავდივარ უნივერსიტეტში და წერილებს გაზეთ ასაულ დასავალში ცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრებით და გეუბნებით რომ თქვენ მტრობთ საქართველოს თქვენ ყიდით საქართველოს და თქვენ ახალ გამყიდველები არიგებთ ფულებს მოსყიდული ყავთ ეგ ჟურნალისტები ეგრეთ წოდებული მოსყიდული ყავთ ეგ ტელევიზიები მოღორებული ყავთ ესენი ყველანი გარიგებული ხართ ნაციონალებთან და თქვენ თვითონ ხართ ნაციონალები ყველა საკვანძო თანამდებობაზე ყველა მოსამართლე ყველა მინისტრი ყველა დეპარტამენტის თავმჯდომარე პარლამენტში მოკალათებული ის 60 მილიონერი ზოგი ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭია ზოგი ადეიშვილის ხელის ბიჭია ზოგი სააკაშვილის ხელის ბიჭია ზოგი წყეული ახალაიების ხელის ბიჭია რა გააკეთეთ თქვენ არაფერი ყიდით ქართულ მიწებს ყიდით საქართველოს და ეხლა გამოგაქვთ საზიზღარი კანონი რომ ვიღაცამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოკალათებულმა უნდა გადაწყვიტოს Facebook-ში მე რაღაცა პოსტს რო დავწერ ამით მე შეურაცხყოფა მივაყენე ვინმეს თუ არა და შემდეგ ესე იგი კონვოიტი უნდა წამიყვანოთ მე და ჩემნაირები იმაში რა ქვია რაღაც ლაითური საპყრობილეში სიტყვაზე ვამბობ და ეს არის თქვენი პოლიტიკა და ამით იწყებთ თქვენ ეს არის თქვენი დემოკრატია და ეს ამისთვის გამოვიდა ხალხი ქუჩაში
ძალიან ცუდად დაამთავრებთ. კი, მაგრამ საქართველოში ეკონომიკური ბუმი თუ არის, თუ ყველა გამოკითხვები ჩვენ წინ მივდივართ, ჩვენი საქმე კარგად არის. არ გწხვენიათ 450 და სადღაც 500 ლარამდე აქვს პენსიონერს პენსია და 15 და 20,000 ლარები გაქვთ ხელფასები თქვენ. სინდის ნამუსი არა გაქვთ. პენსიონერს 20 ლარი მოუმატეთ თქვენა და თქვენი ხელფასები კიდე გაიზარდეთ 1500 და 1700 ლარებით. ეს არის თქვენი სამოქალაქო პოზიცია, ეგ არის თქვენი ქართველ კაცობა. მაპატით და რით ვერ გაძეხით თქვენ. გამოაქვეყნეთ რა მიწები გაქვთ აღებული ერთი მთავრობის უმაღლეს ჩინოვნიკებს. წყნეთში რა მიწები მიიზომეთ ჰექტრობით. დღეს ვერო საბაზრო ფასი 10 და 20 მილიონი დოლარია. რატო არ აქვეყნებთ? რა მიწები გაქვთ აღებული? რა მიწები ჩამოურიგეთ ერთმანეთს? ყველა ბიზნესი თქვენია. ყველგან თქვენი კუდები და თავებია დამარხული. და ეხლა უკვე როგორც თქვი, ეხლა შემოგაქვთ ეს საზისხარი კანონი. განათლების რეფორმაზე აღარ მინდა ლაპარაკი. გამოშიგნეთ უნივერსიტეტები, ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოუთხარეთ ძირი, გამოუღეთ შიგანი, რო იტყვიან. ეხლა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რაც ხდება გასაგებია. ეს დიდი ხანია სათხებოდ არის ქცეული და ნაციონალების ბუნაგად. თუ ვირმე ოროსანი იყო ჩემი სტუდენტობის დროს, ყველა დეპარტამენტის თავმჯდომარედ და რაღაცა დეკანად ყავთ იქ წამოჭიმული. მე მაინც ვიცი. 80% რა ბაგაჟი აქვს. ვინც რამეს აკეთებს, ვისაც ეროვნულად უძგერს გული და თავის დამძიმებული აქვს ცოდნით, იმათ ხო არ ახარებთ რა. ისინი წინ ვერ წავლენ. აუცილებლად ის თავმჩატეები, ის უსინდისოები და მაპატიეთ და სააკაშვილის რეჟიმის მისვრილ-მოსვრილი ადგილების მლოყველები უნდა დააწინაუროთ ყველგან და ყველაფერში. ანტონ ობოლაშვილი, რომელიც იყო ვანომერაბიშვილის ხელის ბიჭი და არის დღემდე პარლამენტში დასვით. კმილებ დაკრეჭილი ადეიშვილის პროკურორები, ეს ისკო დასენები და ვიღაცეები დაასვით საქართველოს თავზე. მე არ ვიცი, აი ძვირფასო მეგობრებო, გაოგნებული ვარ რა. მე არავის ვამადლი არაფერს. ქართულ ოცნებაში ჩემზე მეტი მხარდამჭერი ალბათ არ ყავდა, მაგრამ ნათქვამია, რომ სინდისიც კარგი საქონელია. აი ეს უმძიმესი პრობლემები არის. აი ეს უმძიმესი ვითარებაა და ამიტომ არის ქართველი ხალხი გულარძნილი და აპათიაში ჩავარდნილი თქვენი ქმედებიდან გამომდინარე. ეხლა დღევანდელ ხელისუფლებას ერთადერთი რაც შველის ის არის, რომ ოპოზიციაშია თვითონ საზისხარი სიტუაცია. როგორ გინდა ეხლა ვინ უნდა შემოხაზოს ნორმალურმა ადამიანმა? გიგა ბოკერიას უნდა მისცეხმა თუ ნიკა გვარამიას? თუ ელენე ხოშტარიას? თუ თენგოს? თუ გიორგი ვაშაძეს? თუ ღვთის მობელს რა ქვია? გიგი უგულავას? აი ეს არის. ეს სიტუაცია შექმნა და ეს სიტუაცია რო შექმნით, ეს თქვენი ბრალი არის ძვირფასო ხელისუფალება. ეროვნული ძალა, ეროვნული მუხტი, სადაც კი ფეთქავდა, არ გაახარეთ არავინ. არავინ წინ არ გავუშვით. ყველგან მაფიოზული სტრუქტურები. ყველგან ესე იგი ჩანერგილები. ყველგან სპეცსამსახური, ყველგან სუსი, ყველგან მიყურადება, ყველგან ეს მოენეთა ინსტიტუტი. ყველგან, ყველა სტრუქტურაში, ჟურნალისტიკაში, მეცნიერებაში უკაცრავად არ დარჩა არც ერთი სამსახური. სადაც ეს საშინელი
სურათი არ იყო შეგნილი. ვის ჭირდება? ვის უნდა ესეთი საქართველო? ასეთი საქართველოსთვის ჩვენ არ გვიბრძოლია. ასეთი საქართველოსთვის სულ განათლებულ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას არ უბრძოლიათ. ზვიად გამსახურდიას მკვლელები წამოაყელყელავეთ ყველგან. ყველგან. ჩაიხედეთ თქვენ სულში. მიმოიხედეთ გარშემო. ზვიად გამსახურდიას მკვლელები ყავთ ყველგან დანიშნული. ეხლა რო გაიძახით რომ ამას და იმას და კიდე იმას პოლიტიკური საქმიანობა უნდა უკრძალოთ. თქვენს გარშემო აბა რამდენია ისეთი, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალოს. ეხლა რომ გაიძახით ძვირფასო ბატონებო, რომ იქო ევროპაში დაწანწალებენო ესენიო და ამერიკაში დაწანწალებენო და აგენტები არიანო. კი ბატონო, არიან აგენტები. მაგრამ 1990 წლის ივლისში პრაღის რეზოლუცია რომ მიიღეს და იმ რეზოლუციაზე ხელმომწერი ხალხი რო გყავთ გარშემო და ის პარტია რო გყავთ გვარს დასახელს არ ვასახელებ ჩვენი კოლექტივის თავმჯდომარეა და 17 კაცი იმ პარტიიდან დღევანდელი ხელისუფლების უმაღლეს ჩინოვნიკებს რომ წარმოადგენენ ესენი რატო გყავთ გარშემო რა უნდა მაგ ხალხს ან სამინისტროებში ან პარლამენტში ან ყველგან სადაც არიან ისინი მაგათარ უნდა ეკრძალოთ მათ არ უმტრეს ქვეყანას ტერობა ის იყო თუ იყო იმის მერე წერში ვეღარ სწორდება ქვეყანა მაგაზე რატო არა გაქვთ რეაქცია ანდა თეატრულუკიანის კომისია რო დაიწყეთ ეს ფარსი ბოლი რო გამოუშვით და 2003 წლიდან დაიწყეთ რატო 1992 წლიდან არ დაიწყეთ საქართველოს დაქცევა 2003 წლიდან არ დაწყებულა 1992 წლიდან 6 ივნისიდან დაიწყო საქართველოს დაქცევა და მკვლელები რო არიან დღეს და ჭუას არიგებენ ხალხს სხვადასხვა ტელესტუდიებიდან დაყენებული ხმით წვერებით თუ წვერების გარეშე ამ ხალხს უნდა კონდეს პოლიტიკური საქმიანობის უფლება მილიონები რო დააყარეთ თავზე და რაღაც ტუტუცური ფილმები გადააღებინეთ ეს ხალხი უნდა იყოს ესე აი ამ სტატუსით ხან ბუკეტებით რო დარბიან და ხან ბუკეტების გარეშე ეს არის საქართველოს მომავალი ეს არის თქვენი სტანდარტი და პოლიტიკური მორალი ეს არის ამორალობის ზეიმი და მეტი არაფერი ეხლა ახალგაზრდებს რა მეც ჩემი თავი ჯერ კიდე ახალგაზრდა მგონია და მე მგონი მოფახფახებული არა ვარ ყოველ შემთხვევისათვის ასე ვგრძნობ თავს ჯერჯერობით და განათლებაში სიტუაცია უმძიმესია და ახალგაზრდებს ტვინი მოუღრიცეთ და საქართველოს ისტორიის ყველაზე უფრო კრიტიკულ მომენტში ვინც ღრმა კვალიტატოვა და ვინც ეროვნული საქმე გააკეთა მტერებად და მკვლელებად და სერიულ მკვლელებად დაუსახეთ ის ადამიანები მე არავის რეანიმაციას არ ვაპირებ და არც გახლავართ ეხლა იმ მასშტაბის ფიგურა რო ეხლა დაუშვათ ჩემმა განცხადებამ რაღაცა ისტორიის დინარება შეცვალოს მაგრამ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში როდის უნდა დაიწეროს სიმართლე სტალინისა და ბერიას შესახებ თბილისი რო გაქართველდა გაქართულ ქალაქდა 1910 წლის მონაცემები თბილისში რო 10% იყო ქართველი და მერე რო თბილისი ქართული ქალაქი გახდა ეს ვისი დამსახურება ეს ბერიას დამსახურება არ არის გერმანელები რო თბილისში ვერ შემოვიდნენ და საქართველოში ვერ შემოვიდნენ და ვიღაცა უშუბლის ზარღოს როგონი აქ თურმე ახლა ჰიტლერის არმიები თუ შემოვიდნენ ისა რა ქვია ბავარიულ ლუც დაურიგებდნენ მოსახლეობას ისინი რო ახ რო ვერ შემოვიდნენ ეს მისი დამსახურება იყო დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოში არნახული მასშტაბის აღშენებლობა რომ დაიწყო ეს მისი დამსახურება იყო
ჯავახეთიდან ის უბედურება და კიბო რომ მოგვაშორეს. ის ვისი დამსახურება იყო? ბათუმი რო გაქართულ ქალაქდა. ის ვისი დამსახურება იყო? და დღეს რო გათურქდა. ის ვისი დამსახურება? საქართველოს რო სანატორიუმებით მოიფინა. ის ვისი დამსახურება იყო? საქართველოს რო თავისი ჰეგემონია დაიბრუნა კავკასიაში. და სამივე ამიერკავკასიის რესპუბლიკის პირველი პირი ქართველი იყო, ის ვისი დამსახურება იყო? სომხეთშიც და აზერბაიჯანშიც მისი კადრები რო დაინიშნა. თელაველის სომეხი გრიგორ არუთინოვი და მիր ჯაფარ ბაგიროვი აზერბაიჯანში. ეს ვისი დამსახურება იყო? 9 მაისი გუშინ ჩატარდა. და რაიხსტაგის თავზე ქართველმა რუაწია გამარჯვების დროშა. ეს ვისი გამოისობით მოხდა? ქართული კულტურა, ქართული ხელოვნება, ქართული სიტყვა უმაღლეს დონეზე რო აიყვანეს. ეს ვისი დამსახურება იყო? ვეფხისტყაოსნის არნახული პოპულარიზაცია რომ მოხდა მსოფლიო მასშტაბით. ეს ვისი დამსახურება იყო? ვისი გამოისობით მოხდა ეს ყველაფერი? ეხლა არ დამიწყოთ 37 წელი იყო. 37 წელი ჯერ არავის შეუსწავლია. რა იყო მისი მიზეზები? რა ავანტიურა იყო რა ავანტიურა მოხდა 1924 წელს? არც ეს შეუსწავლია ვინმეს, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ცალკეული მეცნიერებისადმი. და ერთიც კარგად გავითვალისწინოთ ქართველებმა. იმ 37 წელში რაც ხდებოდა, იმის უკან იდგა ის 4 მილიონი ეგრეთ წოდებული დანოსი, რომლითაც ძმა-ძმას აბეზღებდა ბიძაშვილი მამიდაშვილს, მამიდაშვილი ბიძაშვილს და ბიძაშვილი ბიძაშვილს და მეზობელი მეზობელს. და აი ეხლა დღეს რო იყოს ის პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, 37 წელი მონაგონი იქნებოდა. უბრალოდ საქართველოს პატარა ქვეყანაა და თავისი მასშტაბით ვერ წვდება. მას არ აქვს ის რესურსი, რომ რეპრესიის ის მასშტაბი გაატაროს შექმნას, როგორიც ეს საბჭოთა წესწყობილებამ და იმ თვალუწვდენელმა წითელმა იმპერიამ შექმნა, თორე მონაგონი იქნებოდა 37 წელი. და ჩვენ კარგად ჩავხედოთ ჩვენს წარსულს, უახლოეს წარსულს. 92-13 წლებში 700 ქართველი ბიჭი არის დახვრეტილი შევარდნაძისა და მისი მანქურთების მიერ. და კიდე რამდენი სახელი არ არის ცნობილი, ეს კიდე ცალკე თემა. და აი ეს მე მინდა რომ ეს კარგად გაითავისოს ჩვენმა მომავალმა თაობამ და ჩვენმა სტუდენტებმა, სხვათა შორის, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ საქართველოს ისტორიის როგორც ძველ და შუა საუკუნეების, ისე ახალი და უახლესი ისტორიის პერიოდზე. და ედუარდ შევარდნაძეს ეროვნულ-გამართლებელი მოძრაობის ლიდერად დასახეთ და წარმოგვიჩინეთ ზოგიერთმა უსინდისომ ისტორიკოსებს რო უწოდებთ და მკვლევარებს თქვენ თავს. და საქართველოს ისტორიის ბევრი სახელმძღვანელო, ეგრეთ წოდებული სახელმძღვანელო, მაკულატურაშიც კი არ არის მისაღები. მოკლედ, როგორც დიდი ილია ბრძანებდა უკაცრავად, ყველა ყრუი, ყველა ცოროიო რა. და წეღან თქვი და ვერ დავამთავრე ის ფრაზა. დღეს საქართველოს ხელისუფლება შველის ის, რომ ოპოზიციაში არის თვითონ საზიზღარი სიტუაცია. თითოეულა მანათობელი ბრილიანტის გარდა ოპოზიცია არის მთლიანად წყალწაღებული, უთვისტომო, მთლიანად ესე იგი კომპრომეტირებული, აგენტებით და სამშობლოს მტრებით გამყიდველებით სავსე და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ხელისუფლება სარგებლობს ამ სიტუაციით. და ქართული ოცნება
ეს გამყიდველები, ეს ქართული მიწით მოვაჭრე ჩარჩები სულ იქნებიან ხელისუფლებაში, იმიტომ რომ შემცვლელი მათზე უარესი მოღალატეები და გამყიდველები არიან. კიდევ ერთხელ ხას უსვამ თითოეულა მანათობელი მარგალიტის გარდა ჯერჯერობით სიტუაცია არის სავალალო ამ მხრივ. ამ თვალსაზრისით და ეს რა თქმა უნდა შველის ამ ხელისუფლებას. ქართული ზღაპარი არის ერთი ასეთი ამისთანა და ამის უარესიო და ნუ ახლა ქართული ოცნება რაც არის და ეს ხელისუფლება რაც არის გასაგებია, მაგრამ ესენი ქართულ ოცნებაზე უარესები არიან. ეს არის ტრაგედია ჩვენი. და მომავალია მოკლული. ქვეყანას მომავალი არ აქვს. საქართველო პატარავდება. ჩვენ კარგავთ ჩვენს სტრატეგიულ სიმაღლეებს. როგორც პირდაპირი, ისე ჰიპოთეტური მნიშვნელობით. კარგავთ ჩვენს ადგილს კავკასიაში. არავინ არაფერს გვეკითხება. ღვთის მიერ ბოძებულ იმ გეოგრაფიული უპირატესობის გარდა რომ გვაქვს ზღვაზე გასასვლელი, ჩვენ უკვე არავითარი უპირატესობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ვერ ვქმნით პოლიტიკურ ამინდს. ყველა ომი წავაგეთ. რაც დასაკარგი იყო, ყველაფერი დავკარგეთ. სადაც კი კისერი შეიძლება მოგვემტრია, ყველაფერი მოვიმტრიეთ. და დავრჩით ასე. განიარაღებულნი, უსინდისოდ, უსირცხვილოდ და დავერიეთ ბოლოს ერთმანეთს. დარეულები ისედაც ვიყავით, რა თქმა უნდა და იმ არეულობამ და იმ შიდა ქაოსმა და იმ დაპირისპირებამ გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ ეს მიიღებს კიდევ უფრო საშინელ ფორმებს. ესე იგი არც კი ცხვენიათ, კაცო, ნუ ახლა ეკონომიკა წინ მიდისო, მიმტკიცებს ვიღაც ინსაიდერები და ის ხალხი, რომლებიც გიორგი მარგველაშვილს ამ ჩამოყალიბებულ ნარკომანს აკებდნენ პრეზიდენტის რეზიდენციიდან. ხო, კაც ვერ აფხიზლებენ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ არის რა. ხან თვრალი არის და ხან რა ვიცი, რაღაცა დაბანგული და დღეს მე მიმტკიცებენ ესენი ეს ადამიანები, რომ ქვეყანა წინ მიდისო, კაცო. ქვეყანა წინ კი არ მიდის, ქვეყანა არის უკვე უკუნეთში თუ უკანეთში, სოფელი არაფერს არ ვერჩი დიდებულ სოფელს იმერეთში. ეს არის უკუნეთი. ეს არის პოლიტიკური წინწყალი და უღალმეწყერი. და რას უპირებთ ამ ქვეყანას თქვენ? ესე იგი ეს დავითაშვილი გამოდიოდა ყინჭვისის ანგელოზის სახით, ბატონი ლევანი, აღმოჩნდა რომ თურმე ყოფილა აზერბაიჯანული ადმინისტრაციის ხელის ბიჭი. წავიდა თავს იტალიაში და წავიდა უშველა თავს იტალიაში სოკარის ხელმძღვანელია. აი ესე გაქვთ თქვენ თუ შეიძლება ასე ითქვას მაპატიეთ ამ გამოთქმაზე და აი დაზაგაჟნიკებული გაქვთ თანამდებობები და მე დაარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრი უცხო ქვეყნის აგენტი არის თქვენს რიგებში. თქვენ ვაჭრობთ საქართველოს ბედით. თქვენ ვაჭრობთ საქართველოს ბედიღბლით. და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ილხამ ალიევის ბოლო ვიზიტის დროს საქართველოში, როდესაც კაცი უცხო ქვეყნის, მეზობელი ქვეყნის კი ბატონო დავარქვათ მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ნუ როგორი მეგობარია, აგერ თვალსა და ხელს რომ მიწაწაგვართვა და ჩიჩხიტულში და უდაბნოზე აღარ აღდგომის ტაძარში ვერ მიდის ქართველი კაცი. და აქ გძნობდა თავს როგორც მასპინძელი. ბატონი ივანიშვილი და ბატონი ალიევი მოდიოდნენ მასლაათით იმ ბიზნეს ცენტრში და ეს ჩვენი დღევანდელი პრემიერ-მინისტრი უკან მოყვებოდა ეს როგორ გითხრათ ახლა როგორც არისტო ხვაშავიძე მისდევს უკან პლატონ სამანიშვილს. აი ესე სამარცხვინო ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. და დაირქვით ყველამ თქვენი სახელი კაცო. საქართველო არ არის იმის ღირსი რომ კაცები იყვნენ აქ პირველი პირები რა. ეს არის სამარცხვინო სიტუაცია. და ეს მართლა ჭრდილოვანი მართლობაა. ხო ყველამ კარგად ვიცით ჩვენ რაც ხდება სინამდვილეში რა. და ამ სიმართლეს თქვენ ქართველ ხალხს ვერ დაუმალავთ. არ არსებობს ძალა, რომელიც ამ სიმართლეს დამალავს.
ძალიან მიმძიმს მე ამ თემებზე საუბარი. ძალიან მიმძიმს, მაგრამ მე როცა გავიგე რა მოხდა 2008 წლის 5 იანვარს და როგორ გაყალბდა არჩევნები. რომელი ბანკიდან რა თანხები გამოიტანეს მანქანებით? სად მიიტანეს მე ეს ფულები? ვინ მიიტანა ეს ფულები? რა ურთიერთობები იყო ადეიშვილთან? რა ურთიერთობები იყო მერაბიშვილთან? ამან ჩემზე იმოქმედა დამთრგუნველად. პირდაპირ გეტყვით, აპათიაში ჩავარდი. ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ ეს იყო ჩემთვის შოკი. და ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო. ასე რომ მე ჩემთვის ყველაფერი გარკვეული აქვს და არაფერია ჩემთვის ფაქტობრივად მთელ ამ პოლიტიკურ ქაოსსა და ორომტრიალში ჩემთვის არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. სამშობლოს მოღალატეები დაიცავით ბოლომდე, სააკაშვილი და მისი ხროვა და კუდები გაქვთ ერთმანეთზე გადასყობილი. გადახედეთ დღევანდელ მთავრობას კიდევ ერთხელ ვიმეორებ და დღევანდელ პარლამენტს. უკლებლივ ყველა ლიდერი არის ნაციონალი. ყველა ვოლსკიდან დაწყებული და სოროსელი, კობახიძით დამთავრებული. ეს მაია ბითაძე იქნება, გივი მიქანაძე იქნება, ყველა აბსოლუტურად. ბექა დავითულიანი იქნება. თუ ვინც არიან? ყველას იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველას აქვს ნაციონალური წარსული. ყველა არის შობილი ნაციონალურ მოძრაობაში, იქ დაფთიან და იქ იბარტყეს და შემდეგ ესე მოგვევლინენ სულთანხუთავებად უკვე ფერშეცვლილი, გვარშეცვლილი და პარტიაშეცვლილი. ეს არის სიმართლე. ამ სიმართლეს თქვენ ვერ დაუმალავთ ქართველ ხალხს და არ ვაპირებთ ჩვენ რომ ამ სამარცხვინო რიტორიკას რაღაცა თავჩაღუნულები დავხვდეთ. ამიტომ მე მინდა ქართულ ხალხს მივმართო 24 მაისს საღამოს 6 საათზე, 18 საათზე მეტრო რუსთაველთან იგეგმება ამ ქართული მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის რაღაცა შეკრება ქსი შეკრება მანდა მაინც ვერ არის კაი ქართული საპროტესტო აქცია უკაცრავად და თუ ვინმე შეგიძლიათ მობრძანდით იქ არავინ იქ პოლიტიკური პარტიები და რაღაცა არავინ არ არის იქ უფროსი რო იტყვიან ეს არის ქართველების შეკრება და ყველა მივართ ახლა მე აბსოლუტურად უპარტიო ვარ და არ ვაპირებ რომელიმე პარტიაში თავის შეყოფას ილია ჭავჭავაძე კარგად ამბობდა თავის დროზე რომ პარტიები საქართველოს დაღუპავენო და პარტიებმა დაღუპეს საქართველოს და მოკლედ საქართველოს დამღუპელთა რიგებში გაწევრიანებას მე არ ვაპირებ ეგ გამორიცხული ამბავია უბრალოდ ჩვენ როგორც ქართველებმა ვისაც თავისთავად ქართველად მიაჩნია აი ეს ქართული მიწების გაყიდვა და იმ გამყიდველების აი იმ დეველოპერების პოლიტიკა უნდა გავაპროტესტოთ ჩვენ იმიტომ რომ ესენი ყიდიან ქართულ მიწებს ყიდიან საქართველოს და საქართველოს შემოუსიეს ყიზილბაშები ამ გამყიდველებმა ესე იგი ყიზილბაშებისგან ღებულობენ ფულს და მერე კიდევ უცხოელებს ეპატიჟებიან საქართველოში და აი ამათგან კიდე აკეთებენ ფულს ეს გამყიდველები ესე და ამ გამყიდველების ფეხქვეშ მიწა უნდა იწოდეს
ეს არის ჩემი პოზიცია, დიდი პატივისცემით და ეს არის ჩვენი ქართლის ცხოვრება, ეს არის ქართლის ჭირი, რომელიც ტრიალებს საქართველოში, იგვერგვება და თუხთუხებს ჩვენს ქვეყანაში და მთელი საქართველოს მოსახლეობა, პატიოსანი ქართველობა არის შექმნილი მდგომარეობით შეწუხებული და შეძრწუნებული. მე ვისურვებდი, რომ აი ამ უმძიმეს ვითარებაში ქართულ ხალხს ეპოვოს გამოსავალი და მე ვისურვებდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც უკვე ფაქტობრივად სახელმწიფო ხელისუფლება არის ღალატის გზაზე დამდგარი, საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიის საჭეთხრობელს, მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შიო მესამეს ეტვირთოს ის დიდი მისია, რასაც ქვია საქართველოს კუდრეთით აღდგენა და განახლებისა და ქრისტეს გზაზე შედგომა. რაღაცნაირად მინდა მჯეროდეს, რომ ჩვენ წმინდა პატრიარქს ამის უნარი შესწევს, ამის მადლმოსილება მას აქვს და მინდა შევთხოვო ზენარს და მამაზე ცირს, რომ ამ კეთილ საქმეში მას ხელი მოუმართოს. დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, ამით ჩვენი საუბარი დასრულებულია, მშვიდობით ბრძანდებოდეთ მომავალ სამშაბათამდე.